სულ უფრო მეტი ბელგიელი კვეთს საზღვარს საფრანგეთში საყიდლებზე წასასვლელად. ეს ბელგიაში არსებული მკვეთრი ინფლაციის გამო ხდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ერთხელ ფასები უკვე შევადარე და დავინახე განსხვავება. თქვენც ხედავთ, რომ საყიდლებზე ყველა აქ მოდის. აქ უფრო იაფია? დიახ, ასეა. დარწმუნებული ხართ? დიახ, დარწმუნებული ვარ, თუმცა ზუსტად არ ვიცი რამდენად იაფია. Parce que c'est ma femme qui m'a dit. დასალევი იოგურტი 13.14 ევროა. ბელგიაში კი 6.41 евро. ორმაგი ფასია, ამიტომ ორს ავიღებ და ერთს უფასოდ მივიღებ. მიუხედავად ბენზინის ხარჯისა, ბევრი მომხმარებელი მაინც ამჩნევს, რომ მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს. რამდენიმე ასეულ ევროშია სხვაობა, ასე რომ ღირს მაშინაც კი თუ 30 წუთიანი მგზავრობისთვის საწვავში ფულს გადაიხდი. კრიზისის დროს რთული პერიოდი გქონდა, ამიტომ ცოტა დაზოგვა გვჭირდება. საშუალოდ 100 ევროს საყიდლებზე ბელგიელი მომხმარებლები საფრანგეთში თითქმის 30 ევროს ზოგავენ.